პროფესორის, სტუდენტების და ინტელექტუალური ადამიანების პატიმრობაში გაშვება რეჟიმის აგონიაა. ეს შეფასება მოსამართლე ლევან ყოლბაიას გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და დეკანი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ჩადენაში სდებს ბრალს უნივერსიტეტის ლექტორის წინააღმდეგ, რომლის ოჯახის წევრი ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია. დაკავებულების ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ დეკანი პოლიტიკური ნიშნით ისჯება, რადგან პროფესორი მამუკა ჯორბენაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის ღიად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს და ამ მიზნით გაფიცულ სტუდენტებს და დაპირისპირებაც სწორედ განსხვავებული შეხედულებების გამო მოხდა. დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც უმოკლეს დროში 5000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. სასამართლო პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, გაკეთდა სტუდენტთა მხარდამჭერი განცხადებებიც. დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი 28 იანვარს ჩაინიშნა. ის რომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებს ემთხვევა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამაც დაადასტურა და წევრობა შეგვიჩერა, რადგან საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პოლიტიზირებულია და ორგანიზაციის მუშაობაში ადგილი აქვს ჩარევებს. უფრო ზუსტად, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომელიც თავისი არსით და გადაწყვეტილებებით დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს, ხელმძღვანელობდა პირი, რომელიც ამავდროულად განათლების მინისტრის მოადგილე გახლდათ. ენქას 2023 წლის შეფასებებში წერია, რომ არსებული პოლიტიკური გავლენების პირობებში ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება. ეს ერთ-ერთი მთავარი შენიშვნაა, რის გამოც ცენტრის მუშაობა დახარვესდა. ცენტრმა შენიშვნა აღიარა და განმარტა, რომ შენიშვნა ვადაზე ადრე საკანონმდებლო დონეზე გამოასწორა. შესწორებები შევიდა ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესსა და ვადებში და ევროპულ ორგანიზაციებში წევრობას საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ერთი ევროპული ორგანიზაცია, რომლის წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელი სააგენტოების რეესტრია, რომელში ხელახალი რეგისტრაციის დასტური საქართველოს ხარისხის განვითარების ცენტრს ჯერ არ მოსვლია. თანამშრომლობის დაბრკოლება ამ ორ ორგანიზაციასთან ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ქართული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. პრობლემები შეექმნება კრედიტების და დიპლომების საერთაშორისო აღიარებას, შეაფერხებს ინტერნაციონალიზაციის პროცესს, გაზრდის საერთაშორისო სტუდენტების დაკარგვის რისკებს და რეპუტაციულ ზიანს ქართული განათლების სისტემისთვის. განათლების ექსპერტებმა ამ საკითხებზე განგაში უკვე ატეხეს, თუმცა ოფიციალური უწყება ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია. ჩვენ დღეს ეთერი შევთავაზეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსაც და სამწუხაროდ დამატებითი განმარტებები მათი მხრიდან დღეს არ გვექნება, თუმცა პროცესის საფრთხეებზე ვისაუბრებთ განათლების სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული განათლების ხარისხის განვითარების პროცესში. აქვე დაგიანოსებთ, რომ დღეს ვისაუბრებთ რა ზიანს მოუტანს, რა გავლენა ექნება ევროპული ორგანიზაციების შენიშვნებს საზღვაო სფეროზე, მეზღვაურთა დიპლომებზე და ზოგადად რა კავშირშია ეს ყველაფერი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება. მოკლედ შევუდგეთ საუბარს პირველ სტუმართან, ქეთი ცოტნიაშვილი განათლების საკითხების მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი გვერდდება, თუმცა მანამდე მინდა რომ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პასუხი მოგასმენინოთ გრაფიკის სახით, რომელიც გამოაქვეყნა და პრინციპში ეს იქნება ერთადერთი პოზიცია მათი მხრიდან, რომელიც ჩვენს მაყურებელს შეგვიძლია რომ შევთავაზოთ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს მოკლე ბექგრაუნდი, ხმოვანი ბექგრაუნდი ვნახოთ და შემდეგ დავბრუნდეთ სტუმართან. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ხოლო ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში. ენქას ექსპერტთა დასკვნის მიხედვით ცენტრი არც ერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასებულა, როგორც მოთხოვნებთან შეუსაბამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 სტანდარტის შესრულებასთან დაკავშირებით დაუდგინდეს საუკეთესო პრაქტიკა.
ენქას ექსპერტების დასკვნის მიღების შემდეგ ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა ეკარს, რომლის გადაწყვეტილებაც ცენტრს ამ ეტაპზე არ ჩაბარებია, თუმცა წინასწარი არაოფიციალური მონაცემებით უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. აქვე განმარტავთ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ჩვენ მიერ წინსწრებით კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ ეკარის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ყველა ის ძირითადი ხარვეზი, რასაც შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ ეკარის კომიტეტის წევრებს, უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია. ქეთი ცოტნიაშვილი ყავს ხაზზე, განათლების საკითხების მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი. მივესალმები სტუმარს. საღამშვიდობის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ქეთი, თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, განათლების ექსპერტებს შორის, ვინც ესე ვთქვათ, განგაში ატეხა ამ საკითხზე. მოდით მაყურებელს რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რას ნიშნავს ენქას და ენქარის წევრობა, რეგისტრაცია და წევრობა, რატომ არის მნიშვნელოვანი და რატომ არის განგაში ასატეხი, რაზეც ოფიციალური უწყება გვეუბნება, რომ არ არის საგანგაშო ამაში არაფერი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ჩვენი გაკეთებული განცხადების შემდეგ ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია გაჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ნამდვილად რომ ეს ყველაფერი განმარტოთ. პირველ რიგში უნდა განმარტოთ ალბათ სხვაობა ენქასა და ეკარს შორის. ეკარი არის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრი, რომელიც თავისი იდეით შეიქმნა იმისთვის, რომ ესე იგი აღმოფხვრილიყო გარკვეული საკითხები, რომლებიც ეხებოდა ნდობის საკითხს ერთი მხრივ იმის თვალსაზრისით, რომ აკრედიტაციის და ავტორიზაციის გადაწყვეტილებები სხვადასხვა სააგენტოებს შორის ყოფილიყო სანდო, იმიტომ რომ არსებობს ასეთი პრაქტიკების და კვლავ არსებობს, რომ სააგენტოები აკრედიტაციას და ავტორიზაციას ანიჭებენ პროგრამებს და ინსტიტუციებს, არც თუ მთლად ობიექტური და გამჭვირვალე პროცედურების და სტანდარტების შესაბამისად. ისე რომ ერთი იყო რომ აღმოფხვრილიყო ეს ხარვეზი და მეორე საკითხი არის ის, რომ სწორედ ეს აღიარება და ეს სანდოობა, რასაც რეესტრის წევრობა ქმნის, არის იმის საფუძველი, რომ გამარტივებულად ხდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული განათლების, ანუ დიპლომების აღიარება. ძალიან ბევრი დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიღებული განათლება და დიპლომები აღარ აღიარდება ამის წევრობის დაკარგვის შემდეგ, თუმცა ეს ასე არ არის. ხარისხის ცენტრით გააკეთა ამაზე განცხადება, რომ სანამ წევრები გავხდებოდით, ეს იყო 2019 წელს, მანამდეც აღიარდებოდა დიპლომები და ეს ნამდვილად ასეა, თუმცა უნდა კარგად გავიაზროთ განსხვავება წევრობამდე და წევრობის შემდეგ პერიოდებს შორის. და ჩემმა ერთმა კოლეგამ ძალიან კარგი ანალოგია მოიყვანა ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დაახლოებით იგივე მსგავსი საკითხია, როგორიც არის ევროპაშიც დავდიოდით უვიზო რეჟიმამდე და მას შემდეგაც დავდივართ, თუმცა გვიწევს ძალიან ბევრი პროცედურის გავლა, ძალიან ბევრი დოკუმენტის შეგროვება იმისთვის, რომ ესე იგი მივიღოთ ამ დიპლომების აღიარება. მაშინ, როდესაც ეკარის წევრობა პირდაპირ თითქმის გულისხმობს ავტომატურ აღიარებას. და ეს სწორედ იმას ეფუძნება, რომ ხარისხის სააგენტოები ენდობიან ერთმანეთის მიერ ხარისხის შეფასების სტანდარტებს და უკვე იციან, რომ თუ სტუდენტმა ამ ქვეყანაში ამ უნივერსიტეტის პროგრამა დაასრულა, ის არის სანდო. ასევე ეკარს შექმნილი აქვს რეესტრი, რომელსაც ქვია დეკარი და აი ამ დეკარში გროვდება სხვადასხვა სააგენტოების შეფასებების ანგარიშები, პროგრამების და ინსტიტუციების და ასევე ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა სისტემებს და ქვეყნებს ამ დეკარის საშუალებითაც. ქეთი, არ გაწყვეტინებდით, იმიტომ რომ ეს განმარტება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ეხება ეხა ხარვეზებს, ის ორი პუნქტი, რაშიც ჩვენ დაგვახარვეზეს, ესე ვთქვათ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ეხებოდა ცენტრის დამოუკიდებლად მუშაობის კომპონენტს, ხომ? ანუ პირდაპირ მითითებული იყო, რომ ცენტრი არ იყო თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი და ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ ჩარევებს. ეს რამდენად მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რამდენად მნიშვნელოვანი შენი
შენიშვნა არის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან და რეპუტაციაზე საუბრობთ თქვენ რეპუტაციის შელახვაზე, აი ამ გადაწყვეტებში რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ჩვენს დიპლომებს რეპუტაციული ზიანი მიადგება სერიოზული. ეხლა რაზეც უკვე ვისაუბრე, ეს არის ECHARI და მეორე ორგანიზაცია არის ENCA, რომელიც არის ასოციაცია სააგენტოების და სწორედ ამ ასოციაციაში წევრობა განაპირობებს პრინციპში იმის, რომ აი ამ ქვეყნების სისტემების რეპუტაცია არის ასევე გაცილებით უფრო, ესე იგი, მაღალ დონეზე ადის თუ ხდები აი ამ ასოციაციის წევრი. თუმცა ხარისხის ცენტრმა თავის განცხადებაში, როგორც მახსოვს, აღნიშნა, რომ ეს სხვადასხვა ორგანიზაცია, თუმცა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ფასდება სააგენტო არის ზუსტად ერთი და იგივე. და სწორედ ECHARI-ის გადაწყვეტილების შედეგად, შემდეგ უკვე ENCA იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოების წევრობასთან დაკავშირებით. ისე რომ თუ სტანდარტი დარღვეულია ECHARI-ისთვის, ეს სტანდარტი ასევე დარღვეულია ENCA-სთვის. ხარისხის ცენტრის განცხადებაც აი ხა რაც გაუშვით, ხო? იქაც ესე იგი განმარტება იყო ასეთი, რომ მხოლოდ ორ სტანდარტში იყო ნაწილობრივი შესაბამისობა და სხვა ყველაფერი შესაბამისობაში იყო, თუმცა ხარისხის ცენტრმა გამოტოვა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და პრინციპში ის ინფორმაცია, რაც გაასაჯარო, ეს არის არასრული ინფორმაცია და სამწუხაროდ შეცდომაში შეყავს საზოგადოება. იმიტომ რომ პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ რაც ექსპერტები წერენ დასკვნას, ეს დასკვნა განიხილება ვალიდაციის კომისიის მიერ და ვალიდაციის კომისიამ, რომელმაც ეს დასკვნა განიხილა 2024 წლის აპრილში, დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სტანდარტი არის არათუ ნაწილობრივ შესაბამისი, არის შეუსაბამო. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, ECHARI-ის პროცედურის მიხედვით, რომელიც ასევე საჯაროა და ვებგვერდზე უდებთ, ეს დასკვნაც, რასაც ვახსენეთ, ესეც საჯაროდ არის ცნობილი. აი ამ პროცედურის მიხედვით, ერთ სტანდარტშიც კი თუ სააგენტოს აქვს შეუსაბამობა, ეს ნიშნავს, რომ ის ECHARI-ის რეესტრში ვეღარ იქნება წევრი. კი ბატონო, აქვე ქეთი ბარემ სააგენტოს ცენტრის პოზიციასაც გეტყვით, იმედი ლაივს ყავდა სტუმრად განათლების ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელი, სადაც მან თქვა, რომ ეს შენიშვნები უკვე გამოსწორებულია საკანონმდებლო ინიციატივით, სადაც იქნება გათვალისწინებული ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, რომ არჩევის წესი შეიცვალა და ასევე შეიცვალა ვადები, რომ უნივერსიტეტებს თავად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ცენტრის ხელმძღვანელი, რაც იქნება ერთგვარად გარანტი მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის. აი ეს პოლიტიზირების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ რაც იდგა, ეს მოიხსნა. თუმცა აქვე ვთქვათ, რომ სულ ახლახანს იყო ილიაუნის აკრედიტაციის საკითხი, რომელზეც პირდაპირ იყო მითითება, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მათ გადახედვის ვადით, ერთი წლის განმავლობაში გადახედვის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია და პროგრამებზე აკრედიტაცია, ხომ და შეფასდა როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ რა შეიძლება აი ამ პროცესიდან გამოვიტანოთ დასკვნა, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, ან ფორმალურად რაღაცეები კეთდება, თუმცა რეალურად ცენტრი მაინც არ არის დამოუკიდებელი და დამოუკიდებლობის ხარისხი გადაწყვეტილებებში არ არის სათანადო, რასაც გთხოვს ეს ევროპული ორგანიზაციები. თქვენი შეფასება როგორია? კი, ანუ ეს გეთანხმებით ამაში ხარისხის ცენტრმა რატომღაც ჩათვალა, რომ ესე იგი ჯერ ერთი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით პირველი რეკომენდაცია ENCA-სგან ხარისხის ცენტრს ჰქონდა 2019 წელს მიღებული. ამის მიუხედავად daახლებით 2 წლის თუ 3 წლის განმავლობაში ამის მიუხედავად ერთი და იგივე პოზიცია მინისტრის მოადგილის და ცენტრის დირექტორის ეკავა მინისტრის მოადგილეს, რომელიც ეხლაც დღესაც არის მინისტრის მოადგილე. და სწორედ პირველი ესეთი მკაცრი გაფრთხილება ENCA-სგან და ECHARI-სგან აი ამან გამოიწვია და ეს პრინციპში პირდაპირ არის სამსახურებლივი გულგრილობა, ხო? იმიტომ რომ საბოლოოდ აი ამ ძალიან მკაცრი რეკომენდაციის და შედეგის წინაშე დადგა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. რაც შეეხება იმას, რომ ცენტრის განცხადება არის, რომ მათ გამოასწორეს არსებული ხარვეზები, გარკვეული ცვლილებები ნამდვილად შევიდა რეგულაციებში, თუმცა იქიდან გამომდინარე, როგორც ვითარდება საქართველოში მოვლენები, ENCA-ს
და ეგ არის ექსპერტები ამ ყველაფერს ძალიან კარგად აკვირდებიან და ძალიან კარგად აცნობიერებენ. მით უმეტეს რომ ქართულ შეფასებებში, ავტორიზაციის და აკრედიტაციის შეფასებებში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ ასევე ENCAS და ECARIS წევრებთან და მათ საბჭოს წევრებთან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე მგონი, სისტემამ გაიაზროს ის, რომ ფურცლებზე რაღაცების ცვლილება არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა აღარ არსებობს. ასევე, რადგან ილიას უნივერსიტეტის შემთხვევა ვახსენეთ, ესე იგი პირდაპირ შეუსაბამობა დადგენილი არის, როგორც თქვით, დამოუკიდებლობის ნაწილში, თუმცა იგივე ვალიდაციის დასკვნაში მეორე მკაცრი გაფრთხილება და პუნქტი, რომელიც არის, ესე იგი, ნაწილობრივი შესაბამისობა, თუმცა მოყვება ამას თავისი რიგი რეკომენდაციები, ეხება სწორედ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ანუ როგორ იღებენ ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოები გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ მათ უკვე დაინახეს, რომ აი ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობს დარღვევებით. ირღვევა ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების ფუნქციონირების წესი, მათ შორის ხაზი არის გასმული ინტერესთა კონფლიქტზე, ეთიკის კოდექსზე, რომელიც ირღვევა გაუმჭვირვალობაზე და ობიექტურობაზე ამ გადაწყვეტილებების და მათ, როგორც ვიცი, აქვთ ცენტრისგან გამოთხოვილი სწორედ ის ინფორმაცია, თუ რამდენად ცვლის ავტორიზაციის საბჭო ექსპერტების მიერ გაცემულ, ესე იგი, ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნების შედეგებს. ისე რომ ეს არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი. კი ბატონო, ქალბატონო ქეთი, ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ბევრი კითხვა მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი სტუმრობისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა ძალიან უცებ. მე იმედი მაქვს, რომ აი როცა მოვა უკვე პასუხები რეგისტრაციაზე ან წევრობაზე, რა მიცვლილება იქნება, აუცილებლად დაუბრუნდებით ამ საკითხსაც. მადლობას გიხდით სტუმრობისთვის და მაყურებელს შევახსენებ, ქეთი ცოტნიაშვილი, განათლების საკითხების მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ აქვე შეგვიძლია ვნახოთ ბესეუს რექტორის მერაბ ხალვაშის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე დავბრუნდები სტუდიაში სტუმართან ერთად. ნათია მიქელთაძე იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი. შეგვიძლია მერაბ ხალვაშს მოусმინოთ ახლა, რას ფიქრობენ ისინი. საუბარი არის ENCAS და ECARIS წევრობასთან დაკავშირებით. ამათგან ერთი ციტრო ეს არის ევროპის ხარისხის განვითარების უნივერსიტეტის ასოციაცია, მეორე ასევე სააგენტო, რომლის წევრი ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან გახდა. რაც შეეხება დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, აქ ძალიან მკაფიოდ ითქვა და ასევე მინდა გავიმეორო, რომ დიპლომების აღიარების წესი არანაირ კავშირში არ არის ENCAS და ECARIS წევრობასთან. რადგან დიპლომების აღიარების წესს არეგულირებს აბსოლუტურად სხვა ნორმატიული აქტები, ასე მინდა დავაკონკრეტო, ეს როგორც თქვი, წევრობა, ENCAS წევრობა 2019 წლიდან იწყება, თუმცა დიპლომების აღიარება, ზოგადად საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, დაახლოებით 2005 წლიდან, როცა ჩვენი ქვეყანა გახდა ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანა. რა არის ბოლონიის პროცესი? ეს არის შეთანხმება 47 ქვეყნის, რომ ვაღიარებთ ერთიან ევროპულ განათლების სისტემას. ანუ ამ ბოლონიის პროცესის მონაწილე ჩვენი ქვეყანა გახდა მიმდინარე წლებში, უпростоრად 2005 წელს, ანუ ეს მოხდა ბერგენის კონფერენციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ გაერთიანებული ქვეყნები და მათ შორის საქართველოს განათლების სისტემა აქ გაერთიანებული ქვეყნების მიერ არის აღიარებული და მათ შორის, რა თქმა უნდა, დიპლომები და რაც მთავარია, კრედიტების აღიარების წესი. გარდა ამისა, არსებობს სხვა პროცესები, როგორც არის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესები, გარდა ამისა არსებობს კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩო და რაც მთავარია, შეთანხმებები ცალკეულ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც აღიარებს, თქვათ, თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმით და მათ შორის, რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით და მათ შორის დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით. ამდენად, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით არანაირი
პრობლემა დღეს არ დგას. ისევე როგორც სხვათა შორის ხარისხგანათლების ეროვნული ცენტრმა განსაზღვრა მკაფიოდ, რომ შეწყვეტა ამ ორგანიზაციების წევრობის სტატუსის შეწყვეტა ასე ავტომატურად მექანიკურად არ ხდება. ეს შეწყვეტა ხდება მხოლოდ შეჩერებიდან თქვათ 2 წლის შემდგომ, თუ აღნიშნული სააგენტო თუ ცენტრი ვერ შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც იქნა მიღებული აკრედიტაციის დროს. თქვენ იცით, რომ აქ საქმე ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებთან საკითხი ეხებოდა ხარისხგანათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას, მის ვადას და არჩევის წესს. როგორც ეს ცნობილი გახდა, ყველა ტექნიკური ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია საკანონმდებლო დონეზე, შესაბამისად არანაირი საფრთხე მისა, რომ მოხდეს შეჩერება როგორც ენქას ისევე ეკარის წევრობისა დღეს არ არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება. ასევე საუბარი იყო ინგლისურენოვან პროგრამაზე იმ სტუდენტების დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებით. ესეც აბსოლუტურად სხვა პროცესია. იქ ჩვენი ქვეყანა 2018 წლიდან არის მსოფლიო სამედიცინო ფედერაციის წევრი. ამ წევრობის სტატუსი ჩვენ მოპოვებული გვაქვს 2028 წლამდე და კიდევ ვიმეორებ ხაზგასმით ეს სულ სხვა პროცესია და არანაირი კავშირი, პირდაპირი კავშირი ამ პროცესებს შორის არ არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა თქვა და მიმართოთ ჩვენ სტუდენტებს, ჩვენს კურს დამთავრებულებს, რომ მათი დიპლომების აღიარების საფრთხე არ არსებობს. იმ დღესვე ჩაქრა ეს თემა. ეს ხო პროვოკაცია, ჩვეულებრივი პროვოკაცია. სამწუხაროდ. და გათვლილი ძალიან ისეთ დიდ ფენაზე სტუდენტების არანაირი საშიშროებას, არანაირი კავშირში ერთმანეთთან არა ეს. ეხლა ხელშემშლელი პირობები ყველაფერია, შეიძლება ჩამოვარდეს მეტეო, დაგვიცეს თავზე და აღარავის დარჭირდება ჩვენი დიპლომი. მასე ხელშემშლელი შეიძლება ყველაფერი იყოს. ნათია მიქელთაძე ყავს სტუდიაში, პროფესიული უნარების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი და ამავდროულად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამ ნიშნით ხართ ჩვენთვის დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი. ახლა უსმენთ ბესეუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მეორე ხალვაშს, რომელმაც ისაუბრა, რომ საგანგაშო იმ პროცესში არაფერია, რომ არაფერი არ ფუჭდება იმით თუ ტექნიკური ხასიათის შენიშვნა უწოდა იმ შენიშვნებს, რომელიც მოგვცეს ევროპულმა ორგანიზაციებმა, სადაც საუბარი არის, რომ პოლიტიზირებული არ უნდა იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები. მე თქვენი გამოცდილებით მინდა რომ მიამბოთ, როგორ ხდება ზოგადად პროგრამების აკრედიტაციის პროცესი და ავტორიზაციის პროცესი, უკვე რომელიც ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, ხომ? პოლიტიზირებაზე იყო საუბარი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს რამდენად არის ის პრობლემები რეალურად, რაზეც მოგვცეს შენიშვნები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი, რომელი მხრიდან დავიწყო, იმიტომ რომ ჩემი წინამორბედები, ჩემამდე გამომსვლელების მოხსენებებიდან გამომდინარე, ამბობიდან გამომდინარე, რამდენიმე სასწრაფოდ წარმოსათქმელი რაღაცა ეს მქონდა იდეა, მაგრამ მოდით მივყვები მაშინ თქვენის ნებართვით თანმიმდევრობით და ჯერ უპირველეს ყოვლისა თქვენ შეკითხვას გავცემ პასუხს. იცით რა, პოლიტიზირებაზე ლაპარაკი საკმაოდ რთულია, თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ უშუალოდ აკრედიტაციის პროცესის პოლიტიზირებაზე ან ავტორიზაციის პროცესს. ხო, მოდით გავმიჯნოთ ახლა ერთმანეთისაგან უშუალოდ ცენტრის პოლიტიზირება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და ფაქტად რჩება, რომ ცენტრი არის პოლიტიზირებული ორგანო, რაც შეეხება აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესს, ის არჩევითად პოლიტიზირებულია, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების, ვთქვათ, შევიწროვება ხდება, ან სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების შევიწროვება
ხდება, მაგრამ ეს ხდება ყოველთვის. ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს და მე მგონი ახლა ძალიან ესეთი მიამიტური იქნება იმ ადამიანების გამოსვლა, ვინც იტყვის, რომ არა, ეგრე არ არის. არის, ნამდვილად ასეა. ოღონდ ხდება ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელით, ესე ვთქვათ, რომელიც თავისი არსით უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. და ის შენიშვნებიც, რაც წამოვიდა ევროპული ორგანიზაციებისგან, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომ იყოთ ჩვენი წევრები, ხო? პოლიტიზირება ამ შემთხვევაში, პოლიტიზირებაში იგულისხმება ამ შენიშვნაში, ხო, ანუ სიტყვა პოლიტიზირება არ არის მთლად ალბათ მართებული, რაც შეიძლება ახლა ჩვენ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ იმაც სწორედ ის იგულისხმეს, რომ არ შეიძლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უშუალოდ იყოს მიბმული განათლების სამინისტროზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოა, ხო, ერთ-ერთი ძირითადი ფუძემდებელი ორგანოა. კი ბატონო, პოლიტიკის განსაზღვრელია და არ უნდა იყოს ერთ და იგივე ადამიანი, ამის დირექტორიც და იქაც მინისტრის მოადგილე, იმდენად რამდენადაც ამ შემთხვევაში აქეთა ორგანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ცხადია ეკარგება ავტონომიურობა, ეკარგება დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და საშუალება და მოდით ვაღიაროთ, რომ გარკვეულ სიტუაციებში ეს ნამდვილად ასეც არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მუშაობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ან თუნდაც ცენტრის ამჟამინდელ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ლაშა მარგიშვილს არ აქვს შეტანილი თავისი ძალიან დიდი წვლილი ქართული საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრაციაზე ევროპულ სისტემასთან თუ სისტემაში, რა ვიცი, როგორ იქნება უფრო სწორი რომ ვთქვათ, თითოეულ ადამიანს, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს და ხაზგასმით კიდე ერთხელ ვიტყვი, მათ შორის ლაშა მარგიშვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ 2019 წელს ჩვენ გავხდით ენქას წევრები, იმაში, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ამდენი წლის მანძილზე მიმდინარეობს განათლების რეფორმა და როცა ჩვენ გავიგეთ, რომ გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა და რომ ემუქრება გარკვეული ასე ვთქვათ, სიტყვა სანქცია აღარ მინდა არაფერთან მიმართებაში რომ გამოვიყენო, მაგრამ გარკვეული სანქციები ემუქრება ქართული განათლების სისტემას, არ ვიცი თუ მიაქციეთ ყურადღება, პირველი რეაქცია რაც ქონდა ყველა ადამიანს, ვისაც წლების მანძილზე გვემუშავია უმაღლეს განათლებაში და მონაწილეობა მიგვიღია რეფორმაში, რომ ყველა მოთქვამდა, რომ აი ვაი უბედურო და საცოდაო 20 წელიწადო, რომელიც გავიდა თავიდან ბოლომდე, გავიდა იმაში, რომ ჩვენ ვიბრძოდით ყოველ დღე. მართლა ვიბრძოდით ყოველ დღე, ეს არ არის გადაჭარბებით ნათქვამი, იმიტომ რომ ვისაც კი აქვს უმაღლეს განათლებასთან შეხება, ყველა მიცის, რომ 2005 წლიდან ბოლონიის პროცესთან საქართველოს მიერთებიდან დღემდე გავლილია ურთულესი გზა. ეს არის უამრავი ეს არის სტანდარტები, ახალი სტანდარტები, კიდევ უფრო ახალი სტანდარტები, ავტორიზაციები, აკრედიტაციები, პროცესები დაუსრულებელი და საბოლოო ჯამში ჩვენ რა უნდა მიგვეღო, ხო, შედეგად. ჩვენ ევროპას ეღიარებინა ჩვენი დიპლომები. დიპლომებზეც განათლების ხარისხი. აი განათლების ხარისხი, ასე ჯობია, ხო? იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალი იყო ბატონი მერაბი იმ ნაწილში, როცა ამბობდა, რომ დიპლომების აღიარება ცოტა სხვა პროცედურაა, მაგრამ ასევე აბსოლუტურად მართალი იყო ქალბატონი ქეთი, რომელმაც თქვა, რომ ევროპაში მანამდეც დავდიოდი. კი, ვიზა როცა არ იყო ვიზა ლიბერალიზაცია, მანამდეც დავდიოდი ევროპაში და ეხაც დავდივართ, მაგრამ განსხვავება როგორ დავდიოდით მაშინ და როგორ დავდიოდით ეხლა, რა თქმა უნდა, სახესია და რა თქმა უნდა, საგრძნობია. საბოლოო ჯამში, ბოდიში რა თუ შეიძლება დავამთავრებ ამ ნაწილს, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მიგვეღო ის, რომ ამ ეტაპაზე ჩვენ არანაირი დაბრკოლება აღარ უნდა შეგვქმნოდა, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთდა თავის დროზე სწორად, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე არ სადღაც რაღაცა მოხდა, სადღაც გადაუხვიეთ არასწორი მიმართულებით, როგორც მოსჩანს და ამან გამოიწვია ყველაფერი ეს. ბრძანეთ და მე დავამატებთ. თქვენს სასწავლებელს ევროპულ სტანდარტთან დაახლოებაზე როცა ვსაუბრობთ და მიღწევებზე, აი ორმაგი დიპლომებით იწონებდა თავს ეს სასწავლებელი, იმიტომ რომ მეზღვაურებს რაც ეხება. მეზღვაურებს ნახეთ, ანუ ჩემს ყოფილ სამსახურზე ბრძანებთ? კი ბატონო, თქვენ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ და იმიტომ. ანუ ორმაგი ევროპული სტანდარტი, ორმაგი დიპლომები, ამით ძალიან ვიწონებდით ორმაგი დიპლომები ჩვენ არ გაგვიცია
მოდირს გიხდით, ამიტომ მოდით დავაკონკრეტოთ. დუალური პროგრამები კი ბატონო, ანუ რუმინეთთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები იქონდა, მე როგორც მახსოვს. ჩვენ ხოდ გაცვლითი, ჩვენ არა ნავიგაციის უნივერსიტეტი, ხოდ გაცვლითი პროგრამები აქვს, ჩვეულებრივი გაცვლითი პროგრამები, არა მხოლოდ რუმინეთთან, ბევრ სხვა ქვეყანასთანაც. კი ბატონო, აკადემიასაც აქვს, მე მგონი, ყველა უნივერსიტეტს აქვს. ანუ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთი ძალიან კარგი და დიდი ნაწილი. მე ბოდის ვიხდი, რომ ამ შემთხვევაში ზუსტად არ ვიცოდი, თუმცა პათოსი იგივე რჩება, რომ ჩვენ ამ ევროპული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ინტენსიური თანამშრომლობა გქონდა გამოცდილ ქვეყნებთან და ევროპულ სტანდარტს ვინც აკმაყოფილებს აი ამ ქვეყნებთან და სწორედ ამაზე მინდოდა აქცენტი. აი ამ პროცესით, რაც ამ შენიშვნებით, ესე ვთქვათ, რაც მოგცა ახლა ევროპულმა ორგანიზაციებმა, ექნება თუ არა რაიმენაირი საფრთხე, მაგალითად საზღვაო სფეროს, საზღვაო მიმართულებით, აი მეზღვაურების განათლების ხარისხის საერთაშორისო აღიარებას, იმიტომ რომ ემაყურებას დაუპირდი, რომ ამაზე ვილაპარაკებდით და ვილაპარაკებდით სხვა სტუმართან ერთადაც, რომელმაც დღეს სამწუხაროდ უარი გითხრა სტუმრობაზე, აკადემიის ყოფილ რექტორზე არის საუბარი, საინტერესო იქნებოდა მისი პოზიციის მოსმენა. თუმცა თქვენც გაქვთ ეს გამოცდილება და შეგიძლიათ გითხრათ. დიახ, გამოცდილება მაქვს, თუმცა, ალბათ ჩემგან ეთიკურად ნაკლებად მისაღებია, რომ ჩემს იმ ორგანიზაციას ვილაპარაკო, რომელშიც 6 თვე უკვე აღარ მუშაობ, მაგრამ ზოგადად თუ კი საზღვაო განათლების სისტემაზე ვისაუბრებთ, საზღვაო განათლების სისტემა დაზიანდება ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, რა თქმა უნდა, ხო? თუ კი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხარვეზები, რომლებიც მითითებული იქნა, არ გამოსწორდება და ეს ყველაფერი არ გადავა, ანუ არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, საზღვაო მიმართულება დაზარალდება და თავისთავად ცხადია, რომ ეროვნული სტანდარტი, საზღვაო საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის შემუშავებაც მიმდინარეობდა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ხო, თუ კი იგი არ იქნება გამყარებული შესაბამისი სხვა ქვეყნების და ამ კონკრეტულ სიტუაციაში ენქას აღიარებით, ვთქვათ, ხო, ისევე როგორც ყველა სხვა საგანმანათლებლო სტანდარტები, რომლებიც იქნა შემუშავებული ამ ბოლო წლების მანძილზე, თავისთავად ცხადია, რომ ეს არის უდიდესი რეპუტაციული ზიანი, ეს არის ნდობის დაკარგვა, ეს არის გაცვლითი პროგრამების შეჩერება, არ ვიცი, უამრავი რამ, რაც აი ესე დომინოს პრინციპით მე შეიძლება მოყვეს ამ ფაქტს. აი, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, რომელიც 31 წელია მუშაობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არის პედაგოგი, პროფესორი, ანუ აკადემიური პირი და არის ხარისხის უზრუნველყოფის თანამშრომელი მრავალი წლის მანძილზე, ხო? ნახეთ, ჩემთვის, აი ჩემი გადმოსახედიდან რა არის არსებითი და მნიშვნელოვანი. თუნდაც 2 წლის წინ იგივე მომენტი რომ დამდგარიყო და მიგვეღო თქვათ რეკომენდაცია, ეს არის მუშა პროცესი, ეს მართლა მუშა პროცესია. არავითარი განსხვავება არ არის პროცედურულად, თქვათ უნივერსიტეტი იღებს აკრედიტაციას, ქვეყანა იღებს, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებაც დაახლოებით იგივე პროცედურაა, როცა შენ გაძლევენ სტანდარტს, გეუბნებიან რომ მოდი ამ სტანდარტთან შესაბამისობაში, მერე შენ ავსებ თვით შეფასების კითხვას, რომელშიც წერო, იცით რა, მე მოვედი შესაბამისობაში და ურთავ იმას დადასტურებებს, რომ რითო ადასტურებ, რომ მოვედი, მერე მოდის ექსპერტების ჯგუფი და გეუბნება, რომ ყოჩა კარგად გაიკეთებია, ან გეუბნება, რომ იცი რა, აი ეს ამას ცოტა ხელი აკლია და მოდი აქ პატარა შენიშვნას, რეკომენდაციას დაგიწერ, ეს გამოასწორე და მერე კიდე მოვალ და აბა ვნახოთ რას იზავ, ხო? ეს არის სტანდარტული პროცედურა, ძალიან კარგი პროცედურაა, ასე გადიან ავტორიზაციას უნივერსიტეტები, ასე გადის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოსი, იგივე ენქას აღიარებას ეგრე იღებს და რა ვიცი, ევროკავშირის წევრების დაახლოებით ამ პრინციპით ხდებიან ქვეყნები, ხო? ეს რომ მომხდარიყო, თქვათ 2 წლის წინ ან 3 წლის წინ. ესეთი ხმაურიანი შეიძლება არ ყოფილიყო? ნახეთ, შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ჩვეულებ, არა, ხმაურიანი წესი ეხა მაშინაც უნდა ყოფილიყო და ეხაც უნდა იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ რუტინულ პროცესად, იმიტომ რომ ეს რეალურად პროცესი ამის გარეშე არ არსებობს, ხო? მოდის კომპეტენტური ადამიანი და გეუბნება ეს გამოსასწორებელი. არ დამდგარა ევროკავშირთან მისწრაფება ქვეყნის. კი ბატონო, აი ამაშია საქმე. საქმე იმ ფონშია, რომელიც ახლა არის შექმნილი. გარდა ამისა, ნახეთ, მთელ ამ აჟიოტაჟში ჩვენ რატომღაც გამოგვჭა ერთი პატარა დეტალი, ერთი პატარა ფაქტი. 2024 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს არჩევნების ჩატარებამდე, დაახლოებით 2 კვირით ადრე,
რუსეთის ფედერაციის ავადსახსენებელმა პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს სავიზო რეჟიმი ქართულ სტუდენტებთან დაკავშირებით, კი, ქართული სტუდენტების რუსეთში ყოფნასთან დაკავშირებით. ანუ მათზე აღარ გავრცელდება 90 დღიანი სავიზო რეჟიმი და მათ შეუძლიათ განუსაზღვრელი დროით, სანამ მათ ეს დაჭირდება თავისი სასწავლო პროცესისთვის, სანამ იქნება საჭირო, შეუძლიათ განუსაზღვრელი დროით დარჩნენ იქ. ამ ამბავთან მიმართებით რას გვეუბნება ეს განსაზღვრება? გარდა ამისა, არსებობს ეს ახლა არაოფიციალურ ჭორის დონეზე გიყვებით, იმიტომ რომ ოფიციალურ წყაროებში არსად არ მინახავს, მაგრამ ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა მითხრეს და ხო, ანუ სანდო წყარო რომ იმაჩნია ისეთმა ადამიანებმა, რომ მან მისცა მითითება უნივერსიტეტებს, რუსეთის უნივერსიტეტებს, რომ მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეების, რომლებსაც სურთ რუსულ უნივერსიტეტებში სწავლა და მოხდეს მათი დაინტერესება უფასო სექტორით. უფასო სექტორის შეთავაზებით. ნახეთ, ანუ პრეცედენტს ამწუთას პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის, როგორც ერთი რიგითი პედაგოგისთვის, ქმნის ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ ჩვენ არ ვიცი გვაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ დააკნინონ ინტელიგენცია და მისი როლი ამ ქვეყანაში, ხო? არ ვიცი, მამკა ჯორბენაძე სვამენ ციხეში თავის სტუდენტებიანად, ხო? ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ისევ და ისევ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხო? აი ამ სიტუაციაში, დიახ, კი ბატონო, აი სწორედ ამ სიტუაციაში და ამგვარ ვითარებაში, როცა ძალიან ბევრი თანმხვედრი კომპონენტი იყრის თავს, იქმნება პრეცედენტი, რომელიც უკვე ქმნის საშიშროებას, რომელიც ქმნის რეალურ საშიშროებას. კი ბატონო, ბოლოსკენ რაც თქვით ეს ყურადსაღები ამბავია, თუმცა მე არ მაქვს ინფორმაცია და სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სამწუხაროა თავად ფაქტი. კი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნათია მიქელთაძე, პროფესიული უნარების ჰაბის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. ეხლა კი მორიგ სტუმართან უნდა გადავიდეთ. კახაბერ ერაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ასევე ყოფილი მოადგილეა ჩვენი განაცემის სტუმარი. ხო, ყოფილებისგანაც ძალიან საინტერესო არის მოსმენა, მოსაზრებების. კი ბატონო, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ მოქმედ ხელმძღვანელსაც რა პოზიცია აქვს, რომ გაეჟღერებიან ჩვენ ეთერის საშუალებით და სამწუხაროდ მათ უარი გვითხრეს. კახაბერ ერაძეს მივესალმები, მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ კადრს. ბატონ კახაბერ, საღამშვიდობის. გესმით ხო ჩვენი ხმა? საღამშვიდობისა, დიახ, მესმის და მოგესალმებით, მივესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა განსაკუთრებულად, რომ არ გითხარით უარი და თქვენს ალბათ მზად ხართ იმ კითხვებისთვის, რაც უნდა დაგისვათ ახლა. აი ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს ახლა, ევროპულმა ორგანიზაციებმა მოგცეს შენიშვნები, მკაცრი შენიშვნები, განათლების ექსპერტები საუბრობენ საფრთხეებზე. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესს, რაში ხედავთ საფრთხეს და რატომ მიიჩნევთ თუ არა ზოგადად რატომ მიიჩნევთ, რომ არის მნიშვნელოვანი ამ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა საქართველოსთვის და ქართული განათლების ხარისხის ცენტრისთვის? დიდი მადლობა მოწვევისათვის და შესაძლებლობისთვის, რომ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. მე სულ 6 თვეა დაახლოებით რაც ხარისხის ცენტრი დავტოვე და იშვიათად მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მაქვს შესაძლებლობა ჩემი პოზიცია წარმოვადგინო. ძალიან ადვილია, იცით, დღეს ამ პოლიტიკური ფონის პირობებში ან ზედმეტად გააზვიადო, ან ზედმეტად გაამარტივო ის სიტუაცია, რაც ხდება. ანუ მნიშვნელობა დაუკარგო. ამ აჟიტირებული ფონიდან გამომდინარე, თუმცა აი მარტივი შეკითხვა, ნახეთ ახლა ქალბატონმა კეთი მისაუბრა, ბატონმა მერაბმა, ბევრმა ისაუბრა პატივსაცემმა ადამიანებმა. ჩვენ გვიყურებს ფართო საზოგადოება. ეხლა მათთვის სტანდარტები და ორგანიზაციები ფართო საზოგადოებაზე საუბრობთ, თორე პროფესიულმა წრეებმა შეუძლებლად იციან, რაზეც საუბარი. ცოტა აი მოდი მარტივი შეკითხვა დავსვათ. თუ ეს არაფერს არ ნიშნავს, რაც ეხლა მოხდა, მაშინ რატო ვიზეიმეთ 5 წლის წინ
გაერთია. ხო, აი მარტივ შეკითხვას დავსვა, ხო, მაშინ რა გვინდოდა, თუ არაფერს არ ნიშნავდა, ანუ არაფერი არ ნიშნავს ვიზე იმედ. მეც გული მწყდება, იმიტომ რომ ხა ბატონი ლაშა ახსენა ჩემმა წინამორბედმა დიახ, ბატონ ლაშას იგივე ქეთის და ბევრს აქვს ძალიან დიდი შრომა ჩადებული, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ეს მიღწევა ყოფილიყო და საქართველოს ეროვნული ცენტრი ხარისხის განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა გამხდარიყო ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციების სრულფასოვანი წევრი. ნახეთ, ეს არა თავისთავად არაა ეს პატარა საქმე, რომ ევროპულ ასოციაციებში თუ არსებობენ სხვადასხვა ქვეყნების ხარისხის სააგენტოები, მათ შორის ერთი ქართული ხარისხის სააგენტოც გახლავთ ეკე, ანუ ერთი აღიარების თვალსაზრისით, მაგრამ მეორეა სწორედ ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც ამ ყველაფერს მოყვება. ამიტომაც ცალკე აღებული ახლა ოპონენტის მართალია და ცალკე აღებული ხარისხის ცენტრის პოზიციაც, რომელსაც წერილობით ხედავდა ბატონმა ლაშამაც ისაუბრა ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში. ცალკე აღებული მართალია, აქ საქმე დეტალებშია, რაზეც ქალბატონმა ქეთი ძალიან კარგად ისაუბრა. ანუ განამანამდე ქართული დიპლომები არ აღიარდებოდა, განამანამდე ამას პრობლემა. არც ახლა არ ექნება პრობლემა, უბრალოდ საუბარია გართულებული აღიარების პროცედურაზე, ანუ დამატებით ბარიერებზე, რომელიც ექმნება ამ ყველაფერს. მეორეც, ხშირად ვამბობ, აი ქვეყნის შინითაც მithქვამს, ჯობია არ მიიღო ავტორიზაცია, ვიდრე ეს დაკარგო. ჯობია არ გამხდარიყავე მაშინ ასოციაციის წევრი, ვიდრე ასოციაციის წევრობა შერჩერებოდა, იმიტომ რომ წევრობის შეჩერება სულ სხვა რეპუტაციული ზიანია, ვიდრე ის რომ მე ჯერ წევრი არ გავხდარვარ და განაცხადი არ გამიკეთებია. ამიტომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, აი ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რამდენად გული ეტკინა ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკურ საზოგადოებას. ანუ ნახეთ რაც გვესმის, არაუშავს, ამითი არაფერი არ დაზიანებული, არ გაფუჭებული. იმიტომ რომ 2 წლიანი ვადა გვაქვს გამოსასწორებლად და ასე შემდეგ. ამას არა აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, ჩვენ 2018 წელს გავხდით, 19 წელს გავხდით ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი და სტანდარტი 3.3, რაზეცაა ახლა საუბარი, ხო? აი ქეთი მოყვა, აი ორ სტანდარტში იყო ნაწილობრივი შესაბამისობა, მერე ვალიდაციის კომიტეტმა თქვა, რომ ერთში უკვე შეუსაბამო. ან კიდევ უფრო გამწვავდა მდგომარეობა და ეს არის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სტანდარტი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრობ. ნუ ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახეთ ეს სტანდარტი რას ამბობს? სააგენტოებიო, რომ ჩემი წევრი გახდენო, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და მოქმედებდნენ ავტონომიურად. მათ უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე და მათი საქმიანობის შედეგებზე, ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ანუ აქ ჩვენ გვაქვს შეუსაბამობა. ბატონო, აქვე მინდა რომ ჩაგეკითხოთ, როცა ჩვენ გავხდით წევრები და მივიღეთ რეგისტრაცია, მაშინდელი მოცემულობით, ანუ რა სიტუაცია ქონდა? მაშინ არის ეს პრობლემა, ვაკმაყოფილებდით ამ კრიტერიუმებს? მე აქვე გეტყვით კიდევ რომ მე მახსოვს რომ თქვენ იყავით ჩვენს ჩართვაში, თამარ მახარაშვილი როცა გახდა მოადგილე, დავსვით ეს კითხვა რომ ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ იქნება, რომ მინისტრის მოადგილე ამავდროულად ცენტრის ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელიც არის და ცენტრის პასუხი, ანუ ცენტრის პასუხი იყო, რომ ეს კანონმდებლობა არ კრძალავს და არ ზღუდავს ამ შესაძლებლობას. ხედავდით თუ არა მაშინ ამ პრობლემას, რომ რაღაცნაირი ინტერესთა კონფლიქტი მაინც იყო, გადაწყვეტილებებში იქნებოდა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი. ნახეთ, ძალიან კარგი შეკითხვაა და მე საკეს მივდიოდი ახლა. როდესაც 2019-ში ჩვენ პირველი დასკვნა დავდეთ და გავხდით წევრები, მაშინ ამ ნაწილში მქონდა ნაწილობრივი შესაბამისობა. და მაშინ მქონდა იქ რეკომენდაცია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი პირი და ხელმძღვანელობა ზოგადად, კარგი ის იყო, დამაკვალიანებელი განმარტება, არ უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, ანუ არ უნდა მოდიოდეს პოლიტიკიდან. ანუ ჩვენ 6 წელი ვიცოდით, რომ ეს ნაწილი პრობლემური იყო და 6 წლის თავზე პრობლემური გახდება. ეხლა რომ ვამბობთ, რომ გამოვასწორეთ და კანონშეცვლილება შევიტანეთ, 6 წელი თუ გქონდა წინ, მაშინ რატო არ შევიტანეთ? ანუ ამას ჩვენ ახლა მივყევართ ერთ რაღაცასთან და მე როგორც ცენტრიდან წამოსული და მისი გულშემატკივარი, ალბათ სხვა ვერავინ ვერ ამოიღებს ახლა ხმას და მე უნდა ვთქვა ეს, რომ ცენტრი მე არ მინახავს ორგანიზაცია, ბევრგან მიმუშავია, სადაც ერთად კონცენტრირებული იყოს ამხელა ინტელექტუალური რესურსი, როგორც ეს ხარისხის ცენტრშია. ხარისხის ცენტრი ეს არის აი ძალიან მაღალი კონცენტრაციის ინტელექტი და საქართველოსთვის ერთ-ერთი საამაყო ორგანიზაცია, სადაც ამდენი ინტელექტუალი მუშაობს ერთად აღებული. ისინი პროფესიონალები არიან.
თავიანთი საქმის და მათ შესანიშნავად იციან რა უნდა აკეთონ და როგორ უნდა აკეთონ. თუმცა მათ არ ექნება დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში და არ გაითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს და დასკვნებს, რაც ჩვენ ნახეთ ბოლო პერიოდის ცენტრის გადაწყვეტილებებში და განცხადებებშიც მათ შორის და ამ განცხადებების გამო ვნახეთ ასევე პროტესტის ნიშნად ცენტრიდან წასული თანამშრომლები. ხო, მაშინ რა აზრი აქვს აი ამ რაღაც ინტელექტუალური ამიტომ ვამბობ, ნახეთ, ხარისხის ცენტრი ეს არის ის ჯადოსნური ალადინის ლამპარი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა გააჩნია. გააჩნია ვის ხელში იქნება ეს ლამპარი. ბოროტი ვეზირი ამას გამოიყენებს დიდი ბოროტების დასატრიალებლად და შეიძლება პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტადაც აქციოს, მაგრამ ამავდროულად თუ კი ამას ჩვენ კარგად გამოვიყენებთ, თავისი საერთაშორისო კავშირებით, თავისი გამოცდილებით და რესურსებით, ეს ცენტრს აქვს უდიდესი პოტენციალი დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით განათლების ხარისხის განვითარებაზე. პერსპექტივა თუ აქვს ბატონ კახა ამ მოცემულობაში, რა პერსპექტივა აქვს ცენტრს, რომ გახდეს დამოუკიდებელი თავის აი ამას გეუბნებით, ნახეთ, ჯადოსნური ლამპარი თავისი ხელით არავის არ დაუთმია და ეს დიდი ძალაუფლების ფლობა, რომელსაც ცენტრი თავისთავად წარმოადგენს, თავისი ექსპერტთა კორპუსით და თავის საბჭოებით, ძალიან დიდი მომხიბვლელი ძალის და შესაძლებლობების ფლობა. ამიტომაც მე სულაც არ მიკვირს, რომ თუნდაც გასული 6 წლის და ეხლაც გადაწყვეტილებებში სამინისტრო ვერ გაუშვებს და არ გაუშვებს ხელს ამ ხელა ძალაუფლებას, რომელიც ცენტრშია დამოდებული. ეხლა ნახეთ, მინისტრები, ხო, მინისტრის მოადგილე, ცენტრის დირექტორი წავიდა მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე გახდა ცენტრის დირექტორი, მერე ცენტრის დირექტორი გახდა მინისტრი. ეხლა ჩვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ, რომ ცენტრი დამოუკიდებელია სამინისტროსგან. ან მარტივად ნახეთ გახსენით სამინისტროს Facebook გვერდი და გახსენით ცენტრის Facebook გვერდი, ეს არის იდენტური, ანუ ვერ ვიტყვით რომ ეს ცალკე აღებული ხარისხის სააგენტოს. ანუ ყველაფერში ჩანს რომ ცენტრი ვერ არის და ხა ჩვენ რატო ველოდებით ევროპული სააგენტოსგან მეორეც არის ხო არ იყო ეს პოლიტიზირებული, ხო? ანუ თავიდან ექსპერტებმა დადეს რომ ნაწილობრივ შესაბამისი ვართ ამაში მერე გამწვავდა გადაწყვეტილება და თქვენს რომ შეუსაბამო ვარ. შეიძლება აქ იყოს ეს ფონის, როცა ქვეყანა ზოგიერთ ბოლოსკენ წავიდეთ და მინდა რომ რაღაც თქვენი მოსაზრება გითხრათ. აი ცენტრი ამბობს რომ ჩვენ გვაქვს ვადები გამოსასწორებლად და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმული გვაქვს ამისთვის. პერსპექტივაზე როცა ვსაუბრობთ და არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაზეც როცა პრემიერი სხვა განცხადებას აკეთებს ევროპასთან ინტეგრაციასთან მიმართებით, ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის გადადგმული ერთმანეთზე თქვენს ახსენეთ ეს. მოდით მითხარით თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მივიღებთ თუ არა რეგისტრაციას და მივიღებთ თუ არა წევრობას, ანუ ესეთ დამაჯერებლად და გარანტირებულად. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მე მოლოდინი მაქვს ისეთ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ქვეყანა ისევ გახსნის ფანჯარას ევროპისკენ, კარს ევროპისკენ და ქვეყნის ხელისუფლება დეკლარირებულად იტყვის რომ მე ევროპისკენ მივდივარ, რა თქმა უნდა მათი მხრიდანაც გადმოდგმული იქნება შემხვედრი ნაბიჯი. თუ კი ჩვენ ახლა ვიტყვით რომ მე რა მოხდა არაუშავს და როდესღაც გავხდები, მასე ვთქვით ხო 30 წელს როდესაც გავხდები წევრები და 28 წლამდე თუნდაც ვაჩერებთ მონაპარაკ. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ახლა ჩვენ რა ნაბიჯს გადავდგავთ. თუ გადავდგავთ ისინიც გადმოდგავენ და თუ არ გადავდგავთ არ გადმოდგავენ. ასე რომ ჩემი მოლოდინი მთლიანად მიპყრობილია იმ პოლიტიკური მოვლენებისკენ როგორ განვითარდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ცენტრი ენქას ურთიერთობა არის მიკრო მოდელი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობისა. მოდი მარტივად ასე. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ კახა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და პირდაპირ გითხარით აი ამ საფრთხეებზე, რა საფრთხეების პირდაპირ ვიტყვი, მიჩქმალვასაც ცდილობს ცენტრი და თვლის რომ ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა და გამოსწორებადია, თუმცა გამოსწორების პერსპექტივები ბუნებრივია რჩება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ და ამაზე თქვენც უკვე თქვით. კახა ბერერაძე საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ბატონმა კახამ ცენტრი, როგორც თავადაც აღნიშნა. ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა სამწუხაროდ და მე დღეს უნდა დაგამშვიდობოთ მომდევნო ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციოს დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე და აქვე აუცილებლად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო და პატიმრობაში დატოვებულ სტუდენტებს და პროფესორს პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს როცა ადამიანის თავისუფლებას ეხება საქმე, ეს ჩემი პირადი პოზიცია, სოლიდარობა მათ გემშვიდობებით ნახვამდის.
Thank you.